კიდევ ერთი სტატისტიკა, რომელთან დაკავშირებითაც მმართველ გუნდს საკუთარი ინტერპრეტაცია აქვს და ციფრებში გამოხატული რეალობიდან განსხვავებული. IDFI კვლევის შედეგებს აქვეყნებს, რომლის მიხედვითაც ქვეყანაში დანაშაულის რაოდენობა წინა წლებთან შედარებით გაზრდილია. მღვდლიშვილის უწყება დღეს კიდევ ერთი ფაქტის გამო გახდა მწვავე შეფასების მიზეზი. პირველ საფრთხეში 2015 წლის ანალოგიურ პერიოდთან შედარებით მატება არის 1394. დანაშაულის გაზრდაზე IDFI სტატისტიკის ბოლო მონაცემებზე დაყრდნობით მიუთითებს. ირკვევა, რომ ამ წლის 9 თვეში 2014 და 2015 წლებთან შედარებით რეგისტრირებული დანაშაულის ყველაზე მაღალი მაჩვენებელი დაფიქსირდა. ბოლო 3 წლის განმავლობაში ყველაზე ხშირია დანაშაული სიცოცხლის, ჯანმრთელობის, ადამიანის უფლებებისა და თავისუფლებების წინააღმდეგ. სპეციალისტები ამბობენ, რომ ეს მონაცემები სრულ სურათს მაინც ვერ ასახავს. მძიმე დანაშაულებთან დაკავშირებით ზრდა არის. არის ზრდა ასევე ადამიანის უფლებათა კუთხით ჩაშლილი სტატისტიკა დღესაც არ არის ხელმისაწვდომი და ეს სერიოზული პრობლემა არის, იმიტომ რომ საზოგადოებას უნდა გქონდეს სრული სურათი, ანუ აქვს უფლება სრული სურათი გქონდეს ქვეყანაში არსებულ კრიმინალურ სიტუაციასთან დაკავშირებით და ეს არ უნდა იყოს დამოკიდებული ვინმეს ნებაზე. IDFI-ის კვლევა სტატისტიკის ხელმისაწვდომობის პრობლემებსაც ასახავს. ორგანიზაციაში აცხადებენ, რომ შინაგან საქმეთა სამინისტრომ მონაცემების ყოველთვიური გამოქვეყნება ვებგვერდზე იანვრიდან შეწყვიტა. სპეციალისტები კრიმინოგენული ვითარების შესახებ ძალოვანი უწყების მონაცემთა მიმართ უნდობლობაზეც საუბრობენ. ამის მაგალითად კი კვლევაში თავად სამინისტროს მიერ გასაჯაროვებული სტატისტიკური ცდომილება მოჰყავთ. 2014 წლის 9 იანვარს გამოქვეყნებული იყო ინფორმაცია იმის შესახებ, რომ 10,000-ზე მეტი ერთეულით იკლო დანაშაულმა. 2015 წელს გამოქვეყნებული ინფორმაციაში, სადაც დაჯამებული იყო და მოცემული იყო 2013 და 2014 წლის შესახებ ინფორმაცია 4,300-მდე ერთეულით გაუარესდა. ის რომ ეს ინფორმაცია რეგულარულად არ ქვეყნდება, გვაძლევს ძალიან ბევრი ეჭვის და უნდობლობის საფუძველს. კვლევაში ისიც ახასგასმული თუ რა გზით გახდა დანაშაულის ბოლო მონაცემები საჯარო. სტატისტიკის სამსახურის მიერ 2016 წლის მონაცემები საპარლამენტო დებატებიდან მალევე გამოქვეყნდა. თუ ეს სტატისტიკა არ ყალბდება, მაშინ რატომ არ აქვეყნებთ ძევს პროკურატურის თქვენი კვარტალში ერთხელ მიეწოდება ჩვენგან სტატისტიკა. კიდევ ერთხელ გეუბნებით, რაგინა დავიფიცო თუ დავიგინო, ვერ გავიგე, არ მესმის. კრიმინალური ვითარება საქართველოში არავითარი დაძაბული არა და კრიმინალი მომატებული არ არის. მმართველი გუნდის წარმომადგენლები სტატისტიკის ბოლო მონაცემების მიუხედავად აცხადებენ, რომ დანაშაული არ გაზრდილა და ციფრებით მანიპულირებას შინაგან საქმეთა სამინისტრო არ ახდენს. ოპოზიცია კი დარწმუნებულია, რომ უწყება დანაშაულის რაოდენობის ზრდას მალავს. მოსახლეობათვისო დანაშაული გაიზარდა, 100%-იანად შეგვიძლია ვთქვათ, რომ გახსნის 70%-იანი მაჩვენებელი როგორ ფიზიკურად არ არსებობს და ეს ნიშნავს, რომ სტატისტიკა ყალბდება, რაც შემდგომში აუცილებლად გამოიწვევს კიდევ უფრო მეტად დანაშაულის ზრდას, ვინაიდან არ შეიძლება პოლიციას ჰქონდეს დაკვეთა, რომ დამალოს დანაშაული. წინა ხელისუფლება სტატისტიკას აწარმოებდა ფურცელზე და ამ სტატისტიკაში რა თქმა უნდა არ შედიოდა ის დანაშაულები, რომელსაც თავად ხელისუფლება ჩადიოდა. დანერგილი არის ერთიანი მეთოდოლოგია, სადაც არაერთი უწყება დამოუკიდებლად არეგისტრირებს დანაშაულთან დაკავშირებულ მონაცემებს. შესაბამისად, შინაგან საქმეთა სამინისტრო ვერანაირად და არანაირად არ ახდენს მანიპულაციას სტატისტიკურ მაჩვენებლებს. დანაშაული არ გაზრდილა. IDFI-ის პოზიციას ახალგაზრდა იურისტთა ასოციაციაში იზიარებენ და შინაგან საქმეთა სამინისტროს ყოველთვიურად დეტალური ინფორმაციის გამოქვეყნებასთან ერთად იმის ახსნისკენაც მოუწოდებენ, თუ რამ გამოიწვია დანაშაულის სტატისტიკის გაზრდა. როდესაც არ ხდება ინფორმაციის გამოქვეყნება, მით უმეტეს ასეთ სენსიტიურ საკითხთან დაკავშირებით, რა თქმა უნდა, ეჭვები ღრმავდება, რომ შესაძლოა ეს ინფორმაცია არ იყოს მაინც და მაინც სასიამოვნო და სახარბიელო კონკრეტული უწყებისთვის. მნიშვნელოვანია, რომ შინაგან საქმეთა სამინისტროს მხრიდან იყოს დამატებითი ინფორმაცია მიწოდებული საზოგადოებისთვის, რამ განაპირობა სტატისტიკის გაზრდა. დღეს გასაჯაროვებული კვლევის შემდეგ დამატებითი განმარტებები დანაშაულის სტატისტიკასთან დაკავშირებით შინაგან საქმეთა სამინისტროს არ გაუკეთებია.